ჩრდილო კავკასიური კომისიის გარდა ეჭვების სამხედრო ექსპერტებში კადრებში ნაჩვენებ შეიარაღებასთან დაკავშირებითაც ჩნდება. საუბარია იარაღზე, რომელიც მთაში არ გამოიყენება და რომელსაც როგორც წესი არ ხმარობენ ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები. ასევე ეჭვებს აჩენს ხელსაწყო, რომლისთვისაც აუცილებელია ელექტროენერგიის წყარო და მთაში ის ფაქტობრივად გამოუსადეგარია. არის სხვა დეტალებიც ოფიციალურად გამოცხადებული 11 ლიკვიდირებულიდან ამ დრომდე იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7. კადრებშიც მხოლოდ 7 ცხედარი და 7 ყურანი ჩანს. ნახეთ მოჯაჰედების ევროპული იარაღი და შეუსაბამობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებსა და მათ მიერვე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს შორის. ჩვენ ვხედავთ აგერ ერთდანად გარს RPG 18-ს, მეორედანად გარს. ეს ერთჯერადები არის. მაგრამ ვერც ერთ კადრში ჩვენ ვერ ვხედავთ RPG 7-ის სასრულ. თუმცა ვხედავთ მის ჭურს, რომელიც საკმაოდ მძიმეა. ყვილად სატარებლად რა. ეს არ არის პატარა ნივთი და ზედმეტნივს არავინ არ ატარებს, როცა ამხელა გზაზე მიდის რა და ერთადერთი აი კიდე რამდენიმე კადრში ჩდება თავად ჭურვი, მაგრამ სასრულიდანადგარი მისი, როდესაც ყველა დეტალი და ყველა პატარა ნივთს ვხედავთ დაწყობილს, ხო? ასად არ არის, საკმაოდ ეჭვბადებს, რომ სად წავიდა თქვა. ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებული პირების შეერაღება ქართული ლეგიონის ერთ-ერთ დამფუძნებელს კიდევ არაერთ კითხვას უჩენს. მალხაზ თოფურიასთვის გაუგებარია თუ როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი ასე შეერაღებულმა ჯგუფმა. საერთოდ, როდესაც ტყეში გადაადგილდება ჯგუფი, მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ტვირთი, იმიტომ ძალიან დამიჯერეთ, რომ ამხელა ტვირთით სიარული არ არის ხა დიდი სიამოვნება, მით უმეტეს უღელტეხილი გაქვს გადასავლელი და არა ხსნილ გზაზე იქ შემოვლითი გზებით, ანუ პირდაპირ ვერივლი, იმიტომ რომ აქეთ მესაზღვრე, იქით მესაზღვრე, საკმაოდ რთულია. შეუსაბამოება არის იგივე არსებული რაციები, რომელიც მათ გააჩნიათ, კენოდის ტიპის რაციები, რომელიც საკმაოდ ცოტა ხანი ძლებს დატენვის გარეშე და ტყის პირობებში მათი დატენვა შეუძლებელია. ქართულ შეიარაღებაშიც არის ეს კენოდის რაციები. ქართული ლეგიონის ერთ-ერთ დამფუძნებელს ეჭვს უჩენს ლაფანყურელების მონათხრობიც იმის შესახებ, რომ ოფიციალური ვერსიით მძევლად აყვანილ ახალგაზრდებს შეერაღებულმა პირებმა ფულთან ერთად ქართული წარმოების შოკოლადიც მისცეს. გაუმასპინძლა ბარამბოს შოკოლადითო. ეცეთ აი ეს პირველ დღეს გავიდა, როდესაც ვიცოდით, რომ დაღესტნიდან შემოიჭრა დივერსიული ჯგუფი. პირველად ინფორმაცია როგორც მოგვაწოდეს, ესე ვთქვათ, პრეს-ცენტრებმა, სხვადასხვა ძალისმიერი სტრუქტურების. ბარამბოს შოკოლადი, მოგეხსენებათ, ეხა არ არის ესეთი გავრცელებული და ძლიერი ბრენდი, რომ რაღაც სხვა ქვეყნებს მოიცავდეს, მით უმეტეს რუსეთის ფედერაციას და მით უმეტეს დაღესტანს რა. ანუ ეს ჯგუფი რო აქ შოკოლადი თავისთავად ეხა ზოგ შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს და იგივე ჩეჩნების მოძრაობა შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პროდუქტი არის თავის ნაკლები მოცულობის გამო და კალორიულობის გამო და პარტიზანულ ჯგუფებს, ტყეში მოსიარულე ედით შორმანძილზე მოსიარულე ჯგუფებს ყოველთვის გააჩნდათ. ამავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას გაზეთ კვირის პალიტრის სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. ალადაშვილი წერს, რომ თუ ბარამბოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, რომ ეს ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდა და ყავდა გამცილებელიც, რომელიც მათ სოფლიდან პროდუქტებით ამარაგებდა. ხოლო ის, რომ შეერაღებული პირები სოფლის ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს და არა კონტრდაზვერვამ ამ პოლიციამ, ქართული ძალოვნების არც თუ სათანადო მუშაობაზე მიუთითებს.